განვაგრძობთ კურიერს 9 საათზე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ახვლედიანი აცხადებს, რომ 11 დეკემბრის ყრილობაზე სხვა კანდიდატებთან შედარებით არათანაბარ პირობებში იმყოფება ახვლედიანი იმ საარჩევნო გარემოს აპროტესტებს, რომელიც არჩევნების წინ შეიქმნა. ეს არის კლოუნადა, ეს არის ცირკი, მე ცირკში დამყავს ბავშვები. კლოუნებმა ჩაატარონ არჩევნები. მიხეილ ახვლედიანმა პირველი რადიოს პრეს-კლუბში განაცხადა, რომ არჩევნები არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. პრეზიდენტობის კანდიდატმა სპეციალურ დაფაზე ხმების გადანაწილების პრინციპით წარმოადგინა, რომელიც მასსა და სხვა კანდიდატებს არათანაბარ პირობებში აგდებს. სამინისტრო დაკმაყოფილდა იმით, რომ ფედერაციამ მიცა გარანტია, რომ იქნება პასუხისგებლობა აიღო, რომ იქნება გარანტი დემოკრატიული არჩევნების. შესაბამისად, თუ არაფერი არ მოხდა, პასუხისგებლობა უკვე ეკნება ორივეს ერთად, სპორტის სამინისტროსაც და ფედერაციასაც. ეროვნული ფედერაციის წევრები უნდა იყვნენ კერძო სამართლის იურიდიული პირები და არა ფიზიკური პირები. ეს ხაზგასმით არის ნათქვამით და შესაბამისად კლუბებს თუ იქნება სკოლებს უნდა ქონდეთ წონადი სიტყვის დაფიქსირების საშუალება. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ახვლედიანის განცხადებებს თავად მინისტრმა უპასუხა. ლევან ყიფიანი ამბობს, რომ პასუხისგებლობა ყველა მხარემ თანაბრად უნდა გაიზიაროს. სამინისტრო იღებს იმ პასუხისგებლობას, რა პასუხისგებლობაც მას ეკისრება, მაგრამ პასუხისგებლობა ყველამ უნდა გავითავისოს. აქ არის დაწყებული სამინისტრო და დამთავრებული თითოეულ პრეზიდენტობის კანდიდატამდე. პრეზიდენტობის კანდიდატის ბრალდებებს კალათბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმაც უპასუხა. ძალიან ავად არის რა მიშა ახვლედიანი, ჯერ ერთი ჩვენ გამოვახერხნეთ სია, სადაც აღნიშნული არის ყველა ფიზიკურს და იურიდიულ პირს აქვს ერთი ხმა. ეხლა რა არგუმენტებზე აგებს, რომ ეს სამი ხმა მაქვს, ეს მე ჩემთვის გაუგებარია. მიხეილ ახვლედიანმა დანარჩენი პრეზიდენტობის კანდიდატებიც დაადანაშაულა ფედერაციასთან თანამშრომლობაში. საიდან მოიტანა, რომ მე ფედერაციიდან გარანტირებული ხმები მაქვს, ან საიდან მოიტანა ეს ყველაფერი მე არ ვიცი. ჩემ თვითონ დამამტკიცებელი საბუთი აქვს, რომ მე რა სამართლიანობაზე ლაპარაკობ. ის რომ მე კალათბურთის ოჯახთან დიკითხის ურთიერთობა ეს არავისთვის დასამალი არ არის და ის რომ ვიღაცებს მოწოს ჩემი კანდიდატურა და ვიღაცებს არ მოწოს ჩემი კანდიდატურა სასურველად ნორმალურად მიმაჩნია. მიხეილ ახვლედიანმა 10 აგვისტოს გამართულ ყრილობაზეც ისაუბრა და მისი შედეგების ლეგიტიმაცია მოითხოვა, რასაც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არ ეთანხმება. მას რო ეს რო კოზერი ხელში ეჭირას, აქამდე და ზიჩივლედა და მე მოუწოდებ რომ მიმართო სხვა ორგანოებს და თუ ის ლეგიტიმურია აღიაროთ. დღეს კი ოფიციალურად ამოიწურა ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველთა რეგისტრაცია.